სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით თბილისის საკრებულოში ნიკეის პირველი მსოფლიო კრების 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით პრიმატობისა და სინოდალობის საკითხი და პირველი მსოფლიო კრება გაიხსნა. ორდღიანი ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ორგანიზებით იმართება. კონფერენცია თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, თეოლოგიის, ფილოლოგიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ გახსნა. მან ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა. კონფერენციის მონაწილეებს მიმართა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო. მიტროპოლიტ შიოს მისასალმებელი წერილი დამსწრე საზოგადოებას მანგლისისა და თეთრი წყაროს მიტროპოლიტმა ანანიამ გააცნო. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურა ბაბაშიძე, თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი როინ მეტრეველი, წმინდა საყდრის დესპანი ცისის ტიტულარული არქიეპისკოპოსი ანტე იოზიჩი, ბუდაპეშტის საპიენტიას სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, მღვდელი იაკო ფეერვარი და საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური ჟურნალის თეოლოგია მთავარი რედაქტორი ალექსანდროს კაციარასი. საერთაშორისო კონფერენციას წმინდა სინოდის წევრები, სხვა სასულიერო პირები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ქართველი და უცხოელი მეცნიერები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თქვენო აღმატებულებო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, ძვირფასო ბატონებო, ძვირფასო ქალბატონებო, ბატონო პრეზიდენტო აკადემიისა როინ, ჩვენო ძვირფასო სტუმრებო, რა თქმა უნდა პროექტში თქვენო მაღალყოლადი საუნდულესობა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი თარიღები არის 1700 წლისთავი ნიკეის კრებიდან და მალე ჩვენ შეწევნით გეგმავთ თქვენთან ერთად რომ დღესასწაულოთ 1700 წლისთავი საქართველოს გაქრისტიანებისა. ეს არის უდიდესი მოვლენა, უდიდესი თარიღები არის და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ერი და ბერი ერთად შევძლებთ ღირსეულად, როგორც ეკადრება ჩვენ დიდებულ ერს, აღნიშნავთ აი ამ დღეს. დღევანდელ შეკრებასთან დაკავშირებით თავისი სიტყვა მისალმება გამოაგზავნა მეუფე შიომ. თქვენ მოგეხსენებათ, მეუფე შიო გახლავთ ჩვენი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე და მოგახსენებთ მის სიტყვას. მეუფე შიო მოგესალმება და ბრძანებს. მოგეხსენებათ წელს ქრისტიანული სამყარო ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრებიდან 1700 წლის იუბილეს აღნიშნავს. ზოგადად საეკლესიო კრება სინოდი ეკლესიის უმაღლესი მმართველი ორგანოს წარმოადგენს როგორც მსოფლიო, ისე ადგილობრივ დონეზე. საკუთრივ მსოფლიო კრება კი გახლავთ ის უმაღლესი ორგანო, რომელსაც უცდომელობის სტატუსი აქვს მინიჭებული. გამომდინარე აქედან, რომ ეკლესია თავის უცდომელ სწავლებას სწორედ ამ ორგანოს აცხადებს, ამიტომაც სიყვარული მსოფლიო კრებებზე უპირველესად ეკლესიის დოგმატური სწავლებები განისაზღვრებოდა და დაამტკიცდა და ამასთან შემუშავდა ქრისტიანული ეკლესიის საერთაშორისო კანონმდებლობას, რაც თავის მხრივ წმინდა წერილთან ერთად საეკლესიო სამართლის პირველად წყაროს წარმოადგენს. საეკლესიო კრებების ინსტიტუტი თავად მოციქულებმა ჩამოაყალიბეს. ამის პირველი მაგალითი გახლავთ ჩვენი წელთაღრიცხვით დაახლოებით 59 წელს ქალაქ იერუსალიმში გამართული ეგრეთ წოდებული მოციქულთა კრება. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ მსოფლიო კრებების მოწვევაში განსაკუთრებული წვლილი საერო ხელისუფლებას მიუძღვის. ისტორიულად 7-ვე მსოფლიო კრება ბიზანტიის იმპერატორის ორგანიზებით და რიგ შემთხვევაში თავად მათი ინიციატივით იქნა მოწვეული. საყურადღებოა იმპერატორ კონსტანტინე დიდის სურვილი და მოწოდება, რათა პირველი მსოფლიო კრების მონაწილე ეპისკოპოსებს ეზრუნათ იმაზე, რომ სამოციქულო დოგმატების სისაღისა და ეცვლებისთვის მიეხსიათ, რითაც ეკლესიას და სახელმწიფოს მისივე სიტყვებით დაუბრუნდებოდა მშვიდი დღეები და უზრუნველი ღამეები.
იმპერატორის აღნიშნული მოწოდებიდან ნათლად ჩანს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სახელმწიფოსათვის ეკლესიის სიჯანსაღეს, სიძლიერეს, ერთობას, რომლის მიღწევის ერთადერთი გზა იმპერატორის გადაწყვეტილებით მსოფლიოს საეკლესიო კრების მოწვევა იყო. ასევე საინტერესოა საეკლესიო კრებების ცნების საღვთისმეტყველო მნიშვნელობა. ზოგადად კრებსითობა ეკლესიის არსობრივი თვისება გახლავთ საეკლესიო მამათა სწავლებით. ეკლესიის კრებსითობის წყარო თავადწმინდა სამებაა, რომელიც ჰიპოსტასურად არის სამპიროვანი მამა, ზე და სულიწმინდა, ხოლო ბუნებით ერთარსება ღმერთი. შესაბამისად, როგორც ერთი ღმერთი გამოვლენილი სამებით, ხოლო სამება ერთობით. ასევე ეკლესიაც თავისი ბუნებით არის ერთიანი, გამოვლენილი კრებსითა და კრებსითი, გამოვლენილი ერთიანობით, ნიშნად მაცხოვრის სიტყვებისა, რათა ყველანი ერთ იყვნენ, როგორც შენ, მამაო ჩემო, ჩემში, ხოლო მე შენში და ერწყმნოს ქვეყანამ, რომ შენ მომავლინე. ასე აუცილებლად უნდა აღნიშნოს ის ფაქტი, რომ საქართველოს უძველეს სამოციქულო და ავტოკეფალურ ეკლესიას იმ დღიდან, რაც ჭეშმარიტ რწმენას ეზიარა, არასდროს გადაუხვევია ამ გზიდან, ამას ადასტურებს საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი ცნობილი კრების რუის ურბნისის ძეგლის წერა. აღნიშნულ ძეგლში კრების მონაწილე მამები წერენ: არა გესრუნეთ შენ სიწმინდით მშობელო ჩვენო კათოლიკო ეკლესიაო, არცა განგცე ჩვენ სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო, რომლისა არცა გამცემელ ქმნილ ვართ. მოწმე არც ჭეშმარიტება, ამინ. ეს გახლავთ ჩვენი ძვირფასი მეუფეს მოსალმება. მე ჩემი მხრიდან მინდა რომ სიყვარულით დაგლოცოთ, მივესალმო რა თქმა უნდა ჩვენი სემინარიისა და აკადემიის პროფესორ მასწავლებლებს, სტუდენტებს, ის რომ ჩვენ გვაქვს სასულიერო სემინარი და აკადემია მძვინვარე ათეისტური რეჟიმის შემდგომ, ეს არის დიდი მიღწევა. ამას მიაღწია ჩვენმა უწმინდესმა პატრიარქმა, რომელიც არის დიდება და მშვენება არა მარტო ჩვენი საუკუნისა, არამედ ღირსება არის წინა საუკუნეებისას. ჩვენ ხავდა საქართველოს ეკლესიის მეთაურებად 140 პირველ იერარქი და მათ შორის 151 არის ჩვენი უწმინდესი პატრიარქი. რადგანაც ჩვენ ხედავთ ისტორიას და ვეცნობით მას, ვიცით რომ ჩვენი პატრიარქი ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი არის, მადლი არის, რომელიც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მოანიჭა ქართველ ერს. მეუფეშიო ბრძანებს, რომ აუცილებელია ეკლესიის მთლიანობა და ერთიანობა, რადგანაც ეს არის სწავლება ჩვენი მაცხოვრისა იესო ქრისტესი. ეს ჩვენ არ უნდა დავიწყოთ, შინაგანად ჩვენი ეკლესია მუდამ არის ერთიანი, ერთგული მოსიკულ და სწავლებისა და ამას მიუთითებდნენ ჯერ კიდევ ძველი ავტორები, მაგალითად პროკოპი კესარიელი მე-6 საუკუნეში წერდა ქართველთა წმინდა მართლმადიდებლობის შესახებ და ასე უწყვეტად საუკუნეების მანძილზე განსაკუთრებით გიორგი მთაწმინდელი. და ჩვენ ამაყები ვართ, რომ შევძელით აი ამ ურთულეს გარემოში, როცა კავკასიას ეჯახებოდნენ უძლიერესი ტალღები უზარმაზარი იმპერიებისა, არაქრისტიანი იმპერიებისა, საქართველოს შეძლო არა მარტო ქრისტიანობის, არამედ წმინდა მართლმადიდებლობის შენარჩუნებას. ეკლესიის ერთიანობით იქნა ეს ყველაფერი მიღწეული. დღეს ეკლესიის ერთიანობას მინდა ეს იცოდეს ჩვენმა ახალგაზრდობამ, რომ ასე ვთქვათ, უქმნიან საფრთხეს, განსაკუთრებით ოკუპირებულ რეგიონებში. ეს არის აფხაზეთი და ჩვენი შიდა ქართლი, რომელსაც სამაჩაბლოს ეძახით, ხოლო ახლა სხვა სახელს უწოდებენ. აი აქ შეიქმნა სეპარატისტული საეკლესიო ჯგუფები, რომლებიც აცხადებენ, ესე იგი თითქოს უნდა იყოს საქართველოს ეკლესიისგან დამოუკიდებლად, კონდეთ მათ თავიანთი ავტოკეფალური ეკლესიები და ერთ-ერთ საფუძვლად დებენ სწორედ რაც დღევანდელი კონფერენციის თემა არის, ამაზე ალბათ შემდეგ შეიძლება, მაგრამ ახლაც ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას. პირველ მსოფლიო კრებაში თქვენ მოგეხსენებათ მონაწილეობდნენ ქართველთა ქვეყნებიდან სტრატოპილე პიტიუნტელი და დომნის ტრაპეზუნტელი. ეს ქვეყნები შავი ზღვის სანაპირო იყო ქართველთა ტომებით, ქართველი ერით დასახლებული, ქართველი ხალხით დასახლებული. ეს არის ძალზე ცნობილი და ესე დადასტურებული წყაროებით. სწორედ აქედან იყვნენ ეს ეპისკოპოსები და დღეს ესეთი რამეს ამბობს, მაგალითად ერთ-ერთი ასეთი
დბარი მიქაური სეპარატისტი, რომ თითქოს რადგანაც უკვე 325 წელს მონაწილეობდა ბიჭვინთიდან, მისი აზრით აფხაზეთიდან ეპისკოპოსი, ამიტომაც აფხაზური ეკლესია უფრო ძველია, ვიდრე ქართული ეკლესია, რომელიც მხოლოდ 326 წელს დააფუძნდა, ამიტომ 325 წელი, ესე იგი უფრო წინ იყო, მაშასადამე არ შეიძლება უფრო ძველი ეკლესია დაექვემდებაროს უფრო ახალ ეკლესიას, ასეთი არის მისი, ესე იგი ასეთი განსაზღვრება, მაგრამ ამის შესახებ წმინდა სინოდის იყო მსჯელობა და არის ასეთი დიდი მეცნიერები ყავდა, რომლებიც ამბობენ, რომ ის პიტიუნტი, საიდანაც იყო სტრატოფილე, მდებარეობდა ოფრიზეს რეგიონში. ბიჭვინთა, რა თქმა უნდა, ჩვენი უდიდესი ცენტრი იყო, უდიდესი, მაგრამ ესე იგი იყო ასევე მეორე პიტიუნტიც. ასევე მინდა თქვა, რომ დღევანდელი, ესე იგი ასეთი განსაზღვრება, რომ თითქოს წმინდა ნინო მიქადაგა მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოში ეს არ დასტურდება რუსუბნისის კრების მომათა ცნობების, რუსუბნისის კრების მამები ამბობენ, რომ წმინდა ნინო მოაქცია ყოველი სავსება, ყოველთა ქართველთა ნათესავისა. ეს ნიშნავს, რომ წმინდა ნინო მოაქცია როგორც დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა, ქართველობა, ის აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობა. საიდან ჩანს ეს მეოთხე საუკუნის უდიდესი ბერძენი და ესე იგი ისტორიკოსი, პირველი ეკლესიის ერთ-ერთი ისტორიკოსი გელასი კესარიელი ამბობს, რომ წმინდა ნინომ ესე იგი მოაქცია იბერები და ლაზები. ხოლო რაც შეეხება ანდრია პირველწოდებულს, მან იქადაგა არა მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოში, არამედ სრულიად საქართველოში. და მე მოვიყარ თეიმურაზის სიტყვებს, თეიმურაზ ბატონიშვილი, თქვენისი დიდი ჩვენი ისტორიკოსი იყო მე-19 საუკუნეში, რომელსაც ხელი მოუწევდა სამეფო არქივებზე, ის წერს, ანდრია პირველწოდებული მოვიდა დასავლეთ საქართველოს და აღმოსავლეთ საქართველოში, ავიდა ცხეთის ჯვარზე და დადგა იქ ცხეთის ჯვარი, რაც ახლა მონასტერია და შემდგომ ყაზბეგის მთაზე. ასე რომ ჩვენი წმინდა მამები იღებდნენ მსოფლიო კრებებიდან დადგენილებებს, კანონებს და მას აღასრულებდნენ ერთგულად, ამიტომაც შეძლო ჩვენმა ეკლესიამ დაეცვა წმინდა მართლმადიდებელი სწავლება. მინდა დაგლოცოთ, გაკურთხოთ და შევთხოვ უფალს, რომ უკუნისამდე იყოს ქართველი მართლმადიდებელი. ამინ. მართლა დაგლოცოთ. მივესალმები წმინდა სინოდის წევრებს, მივესალმები დამსწრე საზოგადოებას, სტუმრებს, კონფერენციის მონაწილეებს. მოხარული ვარ, რომ წილად და პატივი გამოსულიყავი და სიტყვა წარმომეთქვა დღევანდელ კონფერენციაზე და საქართველოს პარლამენტის სახელით წარმომეჩინა ის განსაკუთრებული დამოკიდებულება და ურთიერთობა, რაც გაგოჩნია ეკლესიის, სულიერების და სამღვდელო დასის მიმართ. სარწმუნოების განმტკიცება და მისდამი ყურადღება ჩვენი ხელისუფლების განსაკუთრებული ზრუნვის საგანს წარმოადგენს და მისი დაცვა საქართველოს ეროვნული ინტერესია. ბუნებრივია, რომ ეს საერთაშორისო კონფერენცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცოცხალი სარწმუნოების აღორძინების საქმეში, რადგანაც საღვთისმეტყველო დიალოგი, მართლმადიდებლური სარწმუნოების განმტკიცება და თანამედროვე ენაზე დოგმატური საკითხების აუდიტორიამდე მიტანა ჩვენი ეკლესიის მისიონერული დანიშნულებისა და ცოცხალი სულიერი პროცესის დასტურია. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ აქ თბილისში, საქართველოს დედაქალაქში, მის ერთ-ერთ უძველეს და ისტორიულ შენობაში იმართება კონფერენცია, რომელიც ეძღვნება ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების 1700-წლოვან იუბილეს. კრების, რომელიც 325 წელს ქალაქ ნიკეაში შეიკრიბა, რათა დაემკვიდრებინა ჭეშმარიტება, დაეცვა სარწმუნოება და განემტკიცებინა ეკლესიის ერთობა. ეს არის მემკვიდრეობა, რომელიც მაშინათვე შეისრიხოლცა საქართველომ და მისთვის არასდროს გადაუხვევია. სწორედ ეს ერთგულება, ეს სიმტკიცე და ეს რწმენა გამოარჩევს ქართველ ადამიანს. ეკლესიის მიმართ ერის და ბერის დამოკიდებულება საუკეთესოდაა ჩამოყალიბებული რუის ურბნისის საეკლესიო კრების ანდერძში. გადის ასწლეულები, ათასწლეულები და მიუხედავად ჟამთა სიავისა თუ სხვადასხვა ეპოქალური განსაცდელისა, ჩვენი წინაპრების რჯულსა და ანდერძს ჩვენ არ ვუხმობთ. როგორც გადმოცემით ვიცით, მეოთხე საუკუნის საქართველოდან ორი ეპისკოპოსი ესწრებოდა ნიკეის წმინდა კრებას. ეს კრება უმნიშვნელოვანესი იყო არა მარტო ქრისტეს ეკლესიის, არამედ მთლიანად მსოფლიო ისტორიის შემდგომი განვითარებისთვის, იმპერიისა და ეკლესიის ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის, ეპისკოპოსთა პრიმატისა და იერარქიულობის დადგენისთვის, სრულ სწავლებათა დაგმობისა და
და რწმენის სიმბოლოს აღიარებისთვის. სამყაროს უმთავრესი მოვლენის, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის აღნიშვნის დღის განსაზღვრისათვის. საქართველოს ეკლესია ყოველწლიურად იხსენებს ნიკეის პირველი მსოფლიო კრების 318-ვე წმინდა მამას, მათ მიერ გადმოცემულ 20-ვე კანონს კი სათანადოდ აღასრულებს. ჩვენი ეკლესია ჩვენი სახელმწიფოს უძველესი ინსტიტუციაა, რომელიც განუყოფლადაა გადახლართული ჩვენი ერის სვებეთში. ქართველი ერი, მისი სამშობლო, საქართველო და მისი სამოციქულო და ავტოკეფალური ეკლესია ერთმანეთთან თანაშეზდილი და ერთმანეთისგან განუყოფელია. ვერც ერთმა მტერმა ვერ შეძლო მათი განცალკევება და ერთმანეთისგან გაგლეჯა. სწორედ ამ ერთობაშია ჩვენი ჭეშმარიტი ძალა. ჩემი სიტყვა მინდა დავასრულო წმინდა ირინეოს ლიონელის ციტატით ერეტიკოსთა წინააღმდეგ სიტყვიდან. სადაც არის ეკლესია, იქ არის სულიწმინდა. ხოლო სადაც არის სულიწმინდა, იქ არის მთელი ჭეშმარიტება. მივესალმები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მისაღებდებოდებას ბატონ შალვა ბაქოაშვილის მთავრობის პარლამენტის წევრებს, საპატრიარქოს წარმომადგენლებს, წმინდა სინოდის წევრებს, დასავლურ პირებს. ჩემთვის დიდი პატივია საკრებულოს საკრედით მოგესალმოთ და უმასპინძლობ ნიკეის პირველი მსოფლიო კრების 1700 წლის იუბილეისადმი მიწვევს საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმიდესი და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ტარდება. ამ კონფერენციაზე ასეთი მაღალი წარმომადგენლობა ნათლად ასახავს იმ სამაგალითო ურთიერთობას, რაც დღეს ჩამოყალიბდა სახელმწიფოსა და ჩვენ დედა ეკლესიას შორის. სწორედ ეს არის მტკიცე წინაპირობა, რომ ამ რთულ და წინააღმდეგობთა სავსე დროს ერთად გადავლახავთ გამოწვევებს და სამშვიდობოს გავიყვანთ ჩვენ სამშობლოსა და ხალხს. მინდა აღვნიშნო, რამდენად მნიშვნელოვანია ის საქმიანობა, რასაც უწმიდესი პატრიარქის კურთხევით საქართველოს საპატრიარქო და თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია საღვთისმეტყველო მეცნიერებისა და კვლევების მიმართულებით ახორციელება. და აქვე, რა თქმა უნდა, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მამა გიორგი ზვიადაძეს აკადემიის რექტორს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო და კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ დიდი პატივისცემა. დღევანდელი ღონისძიება ამ დიდი საქმის მორიგი კარგი დადასტურებაა და ვფიქრობ კონფერენციას ასევე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს დიდი საგანმანათლებლო ტრადიციების მქონე ევროპული უნივერსიტეტების ჩართულობაც და მინდა ასევე განსაკუთრებულად მივესალმო მათ წარმომადგენლებს და დარწმუნებული ვარ, რომ 2 დღის განმავლობაში ძალიან საინტერესო თეოლოგიური ხასიათის მსჯელობები გაიმართება. დიდი მადლობა მამა გეორგი. ძალიან მადლიერი ვარ, რომ საქართველოს საპატრიარქოს თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ მომიწვია, რათა აქტიური მონაწილეობა მიმეღო კონფერენციაში, რომელიც დღეს იმართება სათაურით პრიმატობისა და სინოდალობის საკითხი და პირველი საეკლესიო კრება. დაეძღვნება ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების 1700 წლის თავს. შემიძლია დასკვნის სახით ვთქვა, რომ ნიკეის 325 წლის პირველი საეკლესიო კრებიდან მოყოლებული პრიმატობა და სინოდალობა ეკლესიის ორ შემადგენელ განზომილებად იქცა. მადლიერი ვარ კონფერენციის ორგანიზატორების, რომელთაც უზრუნველყვეს იმ მნიშვნელოვანი მოვლენის აღნიშვნა, რასაც ადგილი ჰქონდა 1700 წლის წინ ნიკეაში. უღრმეს მადლობას ვუხდი ამ აკადემიის რექტორს, მაღალღირს პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, მისი გულთბილი მოწვევისა და გულთბილი მასპინძლობისთვის. ჩვენი პარტნიორობა, რომელიც სულ რაღაც 9 წლის წინ ჩამოყალიბდა, გამოხატავს მეგობრობის, დიალოგისა და ურთიერთპატივისცემისკენ საერთო მისწრაფებას. განსაკუთრებული პატივი მსურს მივაგო მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს და ღრმა პატივისცემა მინდა გამოვხატო მისი სულიერი წინამძღოლობის მიმართ. მისი ხმა კვლავაც სიბრძნით, მშვიდობითა და სახარებისადმი ურყევი ერთგულებით შთააგონებს როგორც ქართველ ხალხს, ასევე ფართო ქრისტიანულ სამყაროს. დღეს თუ რაიმე შეგვიძლია რომ მივიღოთ პირველი მსოფლიო კრების 1700 წლის თავის საიუბილეო ღონისძიებებიდან, ეს ფაქტების ისტორიული გახსენება კი არ უნდა იყოს, არამედ უფრო იმის შეხსენება, რომ მართლმადიდებელ ეკლესიასა და თეოლოგიას ნებისმიერ ეპოქაში შეუძლია გამოუვალი მდგომარეობის დაძლევა. ამისთვის უბრალოდ საკმარისია, რომ შეხვედრებსა და დიალოგებს არ შეუშინდეს. საქართველოს ეკლესიას კი შიშის არანაირი მიზეზი არ აქვს. დღეს ღირსშესანიშნავი დღეა ჩვენი ეკლესიისთვის, ჩვენი სასწავლებლისთვის
ღონისძიება, რომელიც ტარდება დღეს, განსაკუთრებულია იმით, რომ პირველად არის აი ასეთ სივრცეში უცხოელი ღვთისმეტყველების მოწვევა ასეთი განსაკუთრებული დღისთვის და ასეთი კონფერენციის ჩატარება, ასევე განსაკუთრებული თარიღი აღინიშნება დღეს ნიკეის კრების 700 წლის თავი, რომელიც თავისი შინაარსით იყო, რა თქმა უნდა, ასევე ძვირფასი, იმიტომ რომ იმ პერიოდში სწორედ განხორციელდა ისეთი დიდი ღონისძიებები, როგორიც არის სისტემაში მოყვანა საეკლესიო წესების, მაგალითად ის, რომ დაიგმო არიოზის წვალება, ასევე შემუშავდა ის ფაქტი, რომ აღდგომის დღესასწაული ეზეიმად ყველას ერთად და არ ყოფილიყო ის როგორც ძველ დროში იყო ცალ-ცალკ ეზეიმი და რაც ყველაზე მთავარია, შემუშავებული იქნა რწამსი, ანუ სიმბოლო სარწმუნოებისა. მინდა დღევანდელი დღე მივულოცო პირველ რიგში ჩემს საყვარელ სასწავლებელს, მის ხელმძღვანელობა, ჩვენს რექტორს და რა თქმა უნდა პირველ რიგში მივულოცო ჩვენს უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს, რომელიც უშუალო მითითებითაც და დავალებითაც დღევანდელი კონფერენცია ტარდება. საერთაშორისო კონფერენციების არსებობა, მათი განხორციელება, ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში ამა თუ იმ დარგის განვითარებისათვის. ის ხელს უწყობს საერთაშორისო დონეზე ცოდნის და გამოცდილების ურთიერთგაზიარებას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ფარგლებს გარეთ საერთაშორისო ურთიერთობების დამყარებისათვის, გამტკიცებისა და გაღრმავებისათვის. მინდა დიდი მადლობა გადაუხადო საქართველოს საპატრიარქოს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებისათვის, რომელზეც ესწრებიან და პრეზენტაციებს წარადგენენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გამორჩეული მეცნიერები და მინდა დაულოცო და მადლობა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ ღონისძიებაში და ვინც საქართველოს საპატრიარქოსსა და თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას გვერდში დაუდგა მისი ორგანიზებისათვის. უაღრესად საინტერესო ღონისძიება ჩატარდა. ეს იყო პროტოპრესვიტერ მამა გიორგის ვიადაძის თაოსნობით. ფაქტობრივად სასულიერო აკადემია მომასპინძლა დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქრისტიანული დღესასწაულს. ეს არის 325 წელს ნიკეის კრების 1700 წლისთავი კრებისა, რომელსაც გარდამტეხი მნიშვნელობა ჰქონდა საქრისტიანოსთვის. კერძოდ, აი ამ პერიოდიდან მოკიდებული შეიცვალა და დამოკიდებულება წარმართობასთან ფაქტობრივად რეალური გამარჯვება მოყვა ქრისტიანობისა. ეს უშუალოდ ეხებოდა საქართველოს. ანალოგიური ვითარება იყო საქართველოში, ისე როგორც კონსტანტინე დიდმა მოიწვია კრება, შემდეგ დავით აღმაშენებელს მოუხდა რუისურნისის საეკლესიო კრების მოწვევა, სადაც ანალოგიური მნიშვნელოვანი საკითხები და ერთ-ერთი წარმართობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხიც იყო გახსნილი. აი ყველაფერი ეს ჩვენს დიდ პატრიარქებს უნაცებს გზას და მე-20 საუკუნის პატრიარქები განსაკუთრებით ბევრ სასიკეთოს აკეთებენ აი ამ კრებებიდან გამომდინარე. ასევე მე მინდა გახაზი გაუსვა ილია მეორის მიერ კეთილსახმებს, რომელსაც აკეთებდა და გამშენებული იყო იგი სწორედ ამ დიდი საეკლესიო კრებების იდეებით, როდესაც წმინდა მთაზე ფეხშუშობა 400 კი მიაიარა ფეხით და დაარსა მთელი საქართველო წმინდა მთაზე. წმინდა მთა ეს არის ადგილი, სადაც უფალმა მოსეს გადასცა 10 მცნებად, ამდენად მნიშვნელობა ჰქონდა ამას. დღეს საქართველოს აი ლოცვით და იმ კრებების მადლით და ლოცვილი გახლავთ და უსურვოს წარმატება, რომ სიკეთე და ბედნიერება იყოს ჩვენთან. ძალიან საინტერესო და ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა დღეს. მომდევნო დღეებში ძალიან საინტერესო სესიები გველის. სხვათა შორის ეს ლექციათა სერია უკვე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩვენი საერთაშორისო საზღვარგარეთიდან ჩამოსული სტუმრების ჩართულობით, ჩვენ გვყავს წარმომადგენლები როგორც საბერძნეთიდან, ასევე შვედეთიდან და კიდევ სხვადასხვა ქვეყნებიდან. ძალიან საინტერესო არის და კარგი არის, რა თქმა უნდა, როდესაც სტუდენტები არიან ჩართულები და ხვალ კიდევ გვექნება საშუალება, რომ უკვე თემატური მოხსენებები მოვისმინოთ. მნიშვნელოვანი დღე არის დღეს ჩვენი ქვეყნისთვის და ხაზგასმა ჩვენთვის რას ნიშნავს მართლმადიდებლობა და ქრისტიანობა და როდის იღებს სათავეს და საფუძველს, მე მგონი ამის შეხსენება არ არის საჭირო საქართველოს მოქალაქეებისთვის.
და ზოგადად ყველა ქრისტიანისთვის. საქართველოსა განსაკუთრებული მისია. ეს არის გლობალური ფუნქციის მატარებელი ქვეყანა, რაც გამოიხატება იმაში, რომ არის გეოპოლიტიკის კვანძი და მეორე უმნიშვნელოვანესი ეს არის სულიერი მისია აქ ქართულ სახელმწიფოს. დღევანდელი დღე ამისი ნათელი დადასტურებაა და მე მინდა მადლობა უთხრა თითოეულ მონაწილეს დღევანდელი კონფერენციის, საერთაშორისო კონფერენციის, რომელიც გაგრძელდება ხვალ. მადლობა უთხრა მამა გიორგის, რომელიც არის ინიციატორი ძალიან დიდი მასშტაბური ღონისძიებების, რომელიც ცილდება ჩვენი ქვეყნის ფარგლებს და საზღვრებს, მაგრამ ორიენტირებული არის საქართველოზე, ორიენტირებული არის ქრისტიანობაზე, სულიერებაზე, სიწმინდეზე, სიყვარულზე, კეთილშობილებაზე და გონიერებაზე. ღონისძიება ყოლაწმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის გამოსვლით დასრულდა. კონფერენცია თბილისის საკრებულოში ხვალ 31 მაისს დასრულდება.